დიდ ფულთან არის ეს დაკავშირებული. რატომღაც უნდა გვიხაროდეს, რატომღაც, რომ გაანადგურებენ აქაურობას. არც ერთი მმართველობა, რომელიც კი იყო, საბჭოთა რეჟიმის შემდეგ, მესამე მმართველობაში ვართ, ხო? ხელს არ ყიდებდა ამ რეჟიმმა მოკიდა ხელი. ეს ლამაზი ეზო არ დაინგრევა და თუ დაინგრევა შიგნით მოვყვებით მე და აზერბაიჯანელი ადამიანი, ჩემი მეზობელი. სიონიდან მოყოლებული თურმე ხესამდე ქალაქი ყოფილა რაღაცა ესეთი ბაქო თუ რა ვიცი, პატარა ბაქო და რაღაცებს ამბობენ. თუ რამე კეთდება მოდერნის სტილში, უნდა იყოს მოშორებული, აი ამ თქვად მე-19 საუკუნის კერიდან და სხვაგან აშენდეს. ორთაჭალაში იბრაჰიმ ისფაჰანლის სამნომერში მცხოვრებ ოჯახებს ქონების ექსპროპრიაცია ემუქრებათ. ძველ თბილისურ ეზოს კი დანგრევა. ამ ტერიტორიაზე ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრი უნდა აშენდეს. აქ არის ორი პრობლემა, ერთი ექსპროპრიაციაშია ეს ეზო, ანუ ქონების იზოლებით ჩამორთმევას რაც გულისხმობს და მეორე პრობლემა არის კულტურული მემკვიდრეობის პრობლემა, იმიტომ რომ იუნესკო რაც შემოვიდა, მას შემდეგ ეს ტერიტორია გახდა კულტურული მემკვიდრეობის ზონა. ანუ ისტორიული თბილისის ტერიტორიაზე ვიმყოფებით. არც ერთი მმართველობა, რომელიც კი იყო, საბჭოთა რეჟიმის შემდეგ, მესამე მმართველობაში ვართ, ხო? ხელს არ ყიდებდა ამ რეჟიმმა მოკიდა ხელი. უფრო სწორად აპირებს რომ მოკიდოს და გაანადგუროს ეს ინფრასტრუქტურა, მაგრამ ეს არის ავთენტურად შემონახული, სადაც არის ძალიან ბევრი ძეგლი. ეს არის გორგასალის და მისი შვილის დაჩის პირველი თბილისური დასახლება, ანუ ქალაქი, რომელიც მცხეთიდან გადმოიტანა თბილისში. და აი ზუსტად ამ ტერიტორიაზე ვართ ახლა, მოგვიანებით უკვე შუა საუკუნეებში მას ეწოდა ქვედა ხარფუხი, იყო ზედა ხარფუხი და როდესაც შაჰაბაზმა პირველმა აქ სეიდები გადმოასახლა და გაალამაზა აქაურობა, მე მგონი ძალიან შეგნებულად გააკეთა ეს ამბავი, სეიდებთან ერთად გაჩნდა სახელწოდება სეიდაბად. ამ სახლში ცხოვრობენ სომხები, თავის დროზე უკრაინელებიც იყვნენ, ქურთების ბევრი ოჯახი აბსოლუტურად და აზერი, რომელიც არის სეიდების წარმომადგენელი. ის უკვე მეხუთე თაობა აქ ცხოვრობს და აქვს განსაკუთრებული სიყვარული თავისი სახლის და არაპირებს ჩემთან ერთად გასვლა. ასე რომ ასეთი ხალხი ცხოვრობს, ძირძველი ხალხი ამ ტერიტორიაზე. აქ როგორი რაღაცა არის, იცით, ეგეთი მაგათთვის ეგ არაფერი არ არის. აუ, ძველი შენობაა, მოდი დავანგრევთ და აგერ ჩვენ ისტორიას დავტოვებთ. ეს დიქტატურული რეჟიმის ის არის, რა ქვია, ხელწერა. აი ამ მისამართზე ხა რაც ხდება, ეს ნამდვილად არანაირად არ უნდა დაუშვათ, იმიტომ რომ ხო გეუბნებით ახლა მაგათთვის არაფერი არ არსებობს, არც შენობა, არც ისტორია, არც ადამიანი, არც მხოლოდ ფულის კეთებაზე არიან გადასულები. რატომღაც უნდა გვიხაროდეს, რატომღაც, რომ გაანადგურებენ აქაურობას და იმას აგვიშენებენ ყოვლად დაუშვებელ უსახურ შენობებს და ალბათ გალავანსაც შემოარტყავენ და ალბათ ფულსაც გადაგახტევინებენ, რომ შემოხვიდე აქ გასასეირნებლად. პრობლემები, რომელიც აქ დაიწყო ძალიან ადრე, დაახლოებით 2006 წლიდან, როდესაც აი ორთაჭალის ჩვენს გზის გადაღმა ორთაჭალის ბაღის ტერიტორიაზე, სადაც საბავშვო ბაღი იყო, ტერასული განაშენიანება იყო და ღიად იხსნებოდა ბაღისაკენ, აშენდა ეს პომპეზური შენობა, აი გალავანი შემოვლებული. ისეთი მაღალი გალავანი აქვს, რომ თვითონ შენობაც არ ჩანს, თუმცა თუ სადღაც ჭუჭრუტანიდან შეიხედავ, დაინახავ, რომ ეს არის პოსტსტალინური სტილის, რაღაც ეკლექტური, აღმოსავლური, რაღაც ესეთი უზარმაზარი გაბარიტული ნაგებობა, რომელიც აი ვერ ამშვენებს რა ამ ტერიტორიას, ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ამოვარდნილი არის იმ ინფრასტრუქტურიდან, რომელიც ძველ თბილისს ახასიათებს. ეგ არის 1000 კვადრატი აქ რაც სადაც ვართ ახლა. და წარმოიდგინეთ თქვენ ახუნდოვის მუზეუმი, ყოფილი ფალიაშვილის საკრავების მუზეუმი
გადასცა შევარდნაძემ ჯერ აზერბაიჯანელებს რატომღაც და ახუნდოვის მუზეუმი გახსნეს და იქიდან აი აქამდე ხო ამ მონაკვეთამდე ყველგან შევიდა სოკარი და ყველგან აი ესე მისამართებზე შეიძინა ისინი ბინების ფართი და ზუსტად ეგეთივე სიტუაცია იქაც რო შეხვიდეთ იმ ეზოებში. ანუ ზოგი არის ძირძველი მოსახლე, რომელიც კარგი მაცხოვრებელია, სულ არაპირებს, ძალიან ბედნიერია აქ ცხოვრებით, მშვენიერი პანორამული ხედი აქვს, ესე კლდეზე სახლები აქვს ესეთი ამაზე უკეთეს ადგილას ვერ გადავა საცხოვრებლად და იბრძვის იმისთვის, რომ არ წავიდეს და უჩივლა სოკარს. ახლა მოიფიქრეს მზაკრული გეგმა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იძენენ ამ მისამართს კონკრეტულად და გადასცემენ ალიევის სიძეს რუს ოლიგარქს, რომელიც აქ ერთობლივად ვერა ივანიშვილი ეგრე გვითხრეს ჩვენ ეგეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ ბიზნეს 2 ჰექტარზე გადაჭიმავენ ბიზნეს იმას, რა ქვია, ვითომ ჭალებში კულტურულ ცენტრს. ეხლა ძირითადად ეს ყველაფერი ჩვენთან საიდან დაიწყო? დაიწყო იმით, რომ წინ ღარიბაშვილის ხელმოწერით თეატრად აჩუქეს, გადასცეს, აი ამ ჩუქებაზე ცალკე ვილაპარაკებ, რასაც ვაპროტესტებ, აჩუქეს იმას, რა ქვია, 2023 წელი იყო, აზერბაიჯანზე იქ შექმნათ თეატრი. შემდეგ გადახედა გადმოხედა ელჩმა პირველი აი არის საფუთებში ელჩი აქვს მერიაში თხოვნა რომ მას უნდა ეს ეზოც ხო და შეიტანა განცხადება, მაგრამ ეს მისია არ არის. მე უკვე სიღრმეებში შევედით და ეს არის უკვე ალიევის და მისი სიძის მოთხოვნით ამ ტერიტორიის მთლიანად აღება და ნუ ივანიშვილის ოჯახიც მონაწილეობს, რა თქმა უნდა. და გადაწყვიტეს ამ ტერიტორიის საფუძვლიანად აყრა და აქვე მინდა გითხრათ, რომ სამხარაულში მომუშავე ვინმე თამაზაშვილმა გამოიყენა თავისი თანამდებობა და გადაწყვიტა სამხარაო ეამებინა მთავრობისთვის და ეს შენობა ჯერთი ნაკლები ნაკლები კვადრატულობა აეზომათ, ეს მათი სტილია ყველგან, სოლოლაკშიც, მთაწმინდაზეც და ასე შემდეგ. და ეს შენობა როგორც დასანგრევი შენობა ისე წარმოეჩინა. ეს სახლი არის სერიოზულად რეაბილიტირებული, ძალიან გამაგრებულია ეს სახლი. ყველანაირად გამაგრებულია. სახურავი გამოსვლილი აქვს უძვირფასესი გამომშრალი ხისაგან გააკეთეს ეს აივნები, ანუ იგივე ავთენტური აივნები, უბრალოდ იქაც დაზიანებული იყო შეცვალეს და ძალიან სერიოზული შიდა კომუნიკაციები გამოცვალეს, იცით? აი, სერიოზული ის რეაბილიტაცია გაუკეთდა, ერთადერთი დარჩა შელესვა. და აი, სწორედ სახურავს რო ხურავდნენ, მაშინ შემოვიდნენ ეს სახელმწიფოს ეს შუალედური რგოლი, ეგრეთ წოდებული აქტივები, რომელიც უფრო მევახშეები არიან ალბათ, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ვაჭრობენ და ფაქტობრივად დაახლოებით ესეთი ამოცანა აქვთ, რომ იყიდონ და მერე მიყიდონ აზერბაიჯანს. ნუ რაღაცა ესეთი ის არის. პროგრამა აქვთ. მეზობლები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ, დაიწყეს ზეწოლა, შიშის დანერგვა და ეს შიში პირველ რიგში იყო იმით გამოწვეული, რომ ეუნებოდნენ, რომ გაზი წყალს ჩაგიჭრით, უფლებას არ მოგცემთ, გადაგიჭრით, გავთხრით, გამოვთხრით და ასე შემდეგ. იქეკეს და მივიდნენ ექსპროპრიაციამდე, ანუ კერძო საკუთრების უმალვე ჩამორთმევით და აქედან გაძევებით. და სულ არ აინტერესებს ხალხის აზრი, იმიტომ რომ ეს მთავრობას უნდა. ეს ჩვენმა ქართველმა არქიტექტორებმა აიტაცეს და რაღაც თავის პროექტებს იძახიან, კონკურსი უნდა გამოცხადდეს, ასეც ავაშენოთ, ისეც ავაშენოთ. ის რომ თბილისური ეს გარემო კვდება არ აინტერესებთ. წარმოიდგინეთ რა, ჩვენ თვითონ ადგილობრივ პროფესიონალებს არ აინტერესებთ. მე მაქვს წაკითხული, როგორც ბუხარაში, სამარყანდში და ხივაში, აი დაახლოებით ესე მონუმენტური კარიბჭე უნდა გახდეს ეს ჩვენი როსტომის აბანო, უძველესი აბანო, იქიდან ახლა ეს ტერასული განაშენიანება, უნდა გადმოსასვლელები უნდა გაკეთდეს და აქ გაბარიტული შენობა უნდა აშენდეს, დაახლოებით ესეთივე ეკლექტიკური და პოსტ-სტალინური, სადაც განთავსდება სხვა სივრცეები, ესე წერენ აზერბაიჯანის მოზარდთა მაყურებელთა სივრცე, რაღაც ბიზნეს სივრცე, კულტურული გაცვლის, შეხვედრების, რაღაცა, ნუ აი ესეთი კაფეები და ისინი, მოკლედ
ბიზნესი. აქ ძალიან ბევრი კაზინოები უნდა გაკეთდეს და კაზინოებმა უნდა მიიზიდონ მთელი მსოფლიო და არა თბილისმა, ამ ულამაზესმა, უძველესმა, ბებერმა ქალაქმა, თავისი ულამაზესი თბილისური სახლებით, არამედ კაზინოებმა რატომღაც. ყველაზე ფიქრობ კი არა, დიდ ფულთან არის ეს დაკავშირებული. არქიტექტორები, რომლებიც იძახიან კონკურსი უნდა გამოცხადდეს, ანგრევენ და აშენებენ, რომ აი აქედან სიონიდან მოყოლებული თურმე ხესამდე ქალაქი ყოფილა რაღაცა ესეთი ბაქო თუ რა ვიცი მე პატარა ბაქო და რაღაცებს ამბობენ. შემდგომში ჩვენ მოვიძიეთ, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდა აზერბაიჯანულ მედიაში, რაღაც ერთმანეთს გამოძახილი აქვს ჩვენს არქიტექტორებს და აზერბაიჯანულ მედიას. მოქალაქეების უფლებებსაც არღვევს, კონფლიქტს ხელოვნურად ქმნის, ესე აპირისპირებს რატომღაც მოსახლეობას ერთმანეთთან. თუმცა არ ჩვენზე ეგ არ მოქმედებს, იმიტომ რომ აქ არის ისევ და ისევ გავმეორდები, რომ აზერბაიჯანელი ერთი მეოხუთე თაობის წარმომადგენელი, რომელიც ამბობს, რომ მე აქ აი მეჩეთიც რო ააშენოთო, ხო, წინააღმდეგი ვიქნებიო. აი ეს განაშენიანება, ტერასული განაშენიანება, რომელიც მართლა ძველ თბილისურია და არის ნამდვილად თბილისური კოლორიტული და ის ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ და სხვა შორის მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე თაობა თავის თავს ეძახიან თბილისელებს. არ ამბობენ რომ შეეკითხები რა ეროვნების სახარ, ხო ხანძღან დაგაინტერესებს ვერ ხვდები. თბილისელი ვარ გეტყვის. ეს რაღაც აი როგორც პარიზელი, პარიზში სხვა ესეთ ფენომენი პარიზელი. იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი მხატვარი არისო ეთნიკურად ფრანგი, ხა მოგეხსენებათ. და აი სწორედ ანალოგიურ ფენომენთან გვაქვს აქაც საქმე. კულტურის კერას რო ეძახიან, ამ ეზოში არის მარტო ქართული კულტურა კი არა, აზერბაიჯანულიც არის, სომხურიც არის, აი ბატონი რო გვიყურებდა და უკვე მოხუცია და შვილები ყავს და სხვა ერის და ეს ლამაზი ეზო არ დაინგრევა და თუ დაინგრევა შიგნით მოვყვებით მე და აზერბაიჯანელი ადამიანი, ჩემი მეზობელი, რომელიც აი თავს გაწირავს და აი ასეთი ეზოები არსად უნდა. იცით რა, ეკონომიკის მინისტრება დავაყენოთ ის ხალხი, რომლებმაც იციან ქვეყნის ისტორია, სირცხვილია ხალხმა. ყველაფერს აი რაც კი ესეთი ესთეტიკურია და ლამაზია, ყველაფერს მე მგონი უნდა მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ რა და თუ რამე კეთდება მოდერნის სტილში, თანამედროვე რაღაცა შენობა, ხო, ჩემი აზრით ევროპაშიც ეგრეა და მთელ მსოფლიოში, რომ უნდა იყოს მოშორებული აი ამ თქვად მე-19 საუკუნის კერიდან და სხვაგან აშენდეს. ჩვენ გვაქვს უამრავი პრაქტიკა სხვა ქვეყნების, მაგალითად იტალიაში გვაქვს ესეთი პრაქტიკა. აი ესეთ სადაც კულტურული მემკვიდრეობა, ისინი მოსახლეობას თანხას უხდიან, იცით, ყოველწლიურად, რომ მათ მიხედონ ამ კულტურულ მემკვიდრეობას. ეს არაჩვეულებრივი პრაქტიკა არის, აი საღებავის ფულსაც კი აძლევენ, რომ შეღებონ ეს თავის კარები, ეს რომ ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ზონა. აქ ფინანსური დახმარება კი არა, ჩვენ თვითონ ხო ვახერხებთ ამას. მათ უყვათ ფული. და ფული ყველაფერი არ არის, საჭიროა ქვეყნის საზღვრების დაცვა და აქ მცხოვრები ქართველების არა, აქ მცხოვრები ძირძველი მოსახლეობის ინტერესების დაცვა და შენარჩუნება მათი კულტურის. მაგრამ სინამდვილეში ხა ეს როგორც დემოკრატიული ქვეყანა რო იმსჯელოს ხო ამ საკითხზე. კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და სახელმწიფო ინტერესი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც აქ გაყავთ მაგისტრალი, გაყავთ ელექტროსადგური, აშენებენ ელექტროსადგურს, ატომურ ელექტროსადგურს, ანუ რაღაცა ესეთი ესეთ სტრატეგიულ რაღაცა ესეთი ობიექტი. თუნდაც სამხედრო ობიექტი კი ბატონო, ნუ გასაგებია. აი მაგალითად ანაკლიაში პორტს რო აშენებენ, გასაგებია. იქ არანაირი წინააღმდეგობა არ არის მოსახლეობის, უბრალოდ კომპენსაციებზე დაობენ. მეტი არაფერზე. გადის მოსახლეობა, იმიტომ რომ პორტი შენდება, მართლა პორტი შენდება. აქ რა შენდება? ალიევის კულტურის ცენტრი და ჩვენ გვაქვს ჩვენი კულტურის ცენტრი, ქართული კულტურის ცენტრი. როგორც მოგახსენეთ, აქ სახელოსნოებია შემოქმედებითი სახელოსნოება და ისაც კულტურის ცენტრი. ამიტომ ეს ვერანაირად ვერ იქნება სტრატეგიული ობიექტი, ჰაიდარის კულტურის ცენტრი. აი პასუხი ჩემი ესეთი გახლავთ.